რეიკი გლდანში შენიშნეს. ასე რომ ვისაც მსგავსი ვიდეოების შიში გაქვთ, ახლავე ასკროლით. ხოლო ვინც დარჩით, ეს რეალური ისტორია ბოლომდე მოისმინეთ. გიორგი TikTok-ისთვის ვიდეოს იღებდა. ეს ხდებოდა გლდანის სიახლოვეს პატარა ტყეში. ვიდეოს გადაღება რომ დაასრულა, გიორგიმ მის უკან შორს გარკვეული უცნაური მკრთალი სილუეტი შენიშნა. თუმცა ჩათვალა რომ მოეჩვენა და სახლში დაბრუნდა. მას შემდეგ, რაც გიორგი სახლში მივიდა და ვიდეოს უყურა, აღმოაჩინა, რომ ეს არსება კადრში გიორგისთან ახლოს იყო. ასევე ვიდეოში ხმასა უწია და ჩურჩული გაიგო. დიახ, მე აქ ვარ. იმ ღამეს გიორგის ძილი ძალიან გაუჭირდა. დაახლოებით ღამის 4 საათი იყო, როცა ფანჯარაზე კაკუნი გაისმა. გიორგი ფანჯარას ნელა მიუახლოვდა და ფარდაფრთხილად გაწია. გაუგებარი, ფერმკრთალი, უშნოს სახის არსება მის ფანჯარასთან იდგა. გიორგის მართალია ძალიან შეეშინა, თუმცა ტელეფონი მოიმარჯვა ხელში და არსებას მიუშვირა. თუმცა რეიკი უცბად ფანჯრიდან გაქრა. გიორგი მიმოიხედა და ვერაფერი დაინახა. თუმცა ოთახში ხმა გაისმა. მე არასოდეს ყოფილ ვარ გარეთ. შემდეგ გიორგი უკან მოტრიალდა და მის თვალებში დაბნელდა.